საქართველოს ნავთობი არ აქვს. თუმცა აქვს ევრაზიული დერეფანი, ასევე საზღვარი რუსეთთან და Deep States ორივე უნდა, მაგრამ ოცნებისგან უარი აქვს. რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნაზეც და დერეფნის კონტროლზეც. შესაბამისად, ომის პარტიას ქართული ოცნების მარიონეტი ნაცმოძრაობით ჩანაცვლება სჭირდება. ვერც არჩევნებში ჩარევით, ვერც რევოლუციური სცენარით მიზანს ვერ მიაღწია და სანქციებზე გადავიდა. უფრო რადიკალური, ლათინურ ამერიკული მეთოდებისთვის დრო არ რჩება. We don't need to act in mid-January, we need to act now. ჩვენ არ უნდა ველოდოთ შუა იანვარს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლავე. უნდა დავასანქციოთ ივანიშვილი, პრორუსი ოლიგარქი, რომელსაც ქართველმა ხალხმა არჩევნებზე უარი უთხრა. საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად საქართველოს მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა. ივანიშვილის თავზე ჯილდო საჯაროდ არ გამოუცხადებიათ, თუმცა შესაძლოა ეს ფარულად მოხდა. თავდასხმის ახალ რისკზე გაფრთხილება საქართველოს უშიშროებამ გაავრცელა და მისი საჯარო გამოსვლებისას უსაფრთხოების წესები გაამკაცრა. We sanctioned the leader of the Georgia Dream Party, Ivanishvili. ჩვენ დავასანქცირეთ ქართული ოცნების პარტიის ლიდერი ივანიშვილი, ისევე როგორც მთავრობის წევრები და შევუწყვიტეთ მთავრობას ამერიკის დახმარება. მისი პოზიციაც არის ზუსტად იგივე. არაფერი განსაკუთრებული 3 წელი იმის გამო, რომ ბიზნესმენები ემსახურებოდა ამ ქვეყნის ინტერესებს, ის იყო დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, ახლა უკვე ამოქმედეს ეს ფორმალური სანქცია, არაფერი განსაკუთრებული, ეს არის რეალურად ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის. 21 საუკუნეში არსებობენ ადამიანები, რომელმაც შეიძლება საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს ყველაფერი შესწიროს, რაც გააჩნია. პირველ რიგში საკუთარი ოჯახი და შვილები დააყენეს საფრთხის ქვეშ. დღევანდელ დღეს რაც მოხდა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, ეს არის ყველაზე დიდი პატივი, რომელიც შეიძლება ამ ადამიანს მიეღო ჯილდო. იმ ფონზე, რომ ქვეყნის პატრიოტს და მსოფლიო მასშტაბის ქველმოქმედს სანქციას უწესებს, ბაიდენის ადმინისტრაცია აფრიკელ დიქტატორს თეოდორო ნგუემას მეგობრად აცხადებს. 60 წელია ის ეკვატორულ გვინეას მართავს, 3 მილიონიან ქვეყანას, სადაც ადამიანის გატაცება, სექს ტრაფიკინგი და მკვლელობა ჩვეულებრივი ამბავია, ისევე როგორც ამერიკული სანავთობო კომპანიების პარპაში. The Biden administration making this a priority. ბაიდენის ადმინისტრაცია ზედიზედ მესამე წელია სულ უფრო მეტი იარაღს უგზავნის ეკვატორულ გვინეას და ისე ჩანს, რომ ეს თეთრი სახლის პრიორიტეტია. არადა ქვეყნის დემოკრატიის მაჩვენებელს რომ შეხედავ, ეს სრულიად გაუგებარია. საქმე ისაა, რომ თეთრი სახლი აფრიკულ ქვეყნებში დასაყრდენს კარგავს და სადაც შეუძლია შეიარაღებას ზრდის გავლენის დასაბრუნებლად. იქ არის ძალიან ბოროტი და კრიმინალი მთავრობა. ძალიან სამარცხვინოა მასთან ურთიერთობა. ნავთობის ხარჯზე ეკვატორული გვინეა ერთსულ მოსახლეზე შემოსავლით სოფლიოს უმდიდრესი ქვეყანაა. თუმცა ხალხი სიღარიბეში ეხრჯობა, რადგან მთელი ფული პრეზიდენტის და ამერიკული კომპანიების ჯიბეში მიდის. ეს პრეზიდენტის შვილი და იმავდროულად ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, უმცროსი თეოდორეა პარიზში. ცნობილ ფრანკ კუტიურიეებს ბენტლით სტუმრობს, სადაც მისთვის დახურულ ჩვენებებს აწყობენ და ერთ ჯერზე 40 კოსტიუმს ყიდულობს, რომ ყოველდღე ახალი ეცვას. საღამოს ლამბორგინი აკითხავს და რესტორნებში ერთობა. ევროპაშიც და ამერიკაშიც მას არაერთი სასახლე აქვს და თეთრი სახლიც მისთვის სულ ღიაა. ეს კი მიხეილ სააკაშვილის აპარტამენტებია ნიუ-იორკში, ვილიამსბურგის უბანში, ხედებით მანჰეტენსა და ბრუკლინზე. ერთი პენტჰაუსი $1,200,000 აქვს ნაყიდი, მეორე კი მეზობელ ქუჩაზე 2,5 მილიონად. მასვე ეკუთვნის პენტჰაუსი მაიამის უძვირეს სასტუმრო საუზ-ბიჩში. აფრიკელ ნგუემას ვერ შეედრება, მაგრამ რას იზამ, საქართველოში ნავთობი არ არის და ბიუჯეტიდან მეტის მოტეხვა ვერ მოახერხა. ისე კი ამერიკიდან გამოძახებით არც დოქტორ დოტის მასაჟი დაუკლია და არც შვეიცარიულ სანატორიუმებში გახდომის მრავალათასიანი პროცედურები. წონაში ვერ დაიკლო სამაგიეროდ ომის პარტიის მითითებები, მათ შორის რუსეთთან ომში ჩაბმა 5-იანზე შეასრულა და თეთრი სახლის მეგობარი დაერქვა. მერე რა რომ ხალხს ციხეებში ყრიდა, აწამებდა და ფულს დალავდა, ან აქციებზე არბევდა. ის მაინც უდანაშაულოა და მისი ნაცმოძრაობაც საუკეთესოა ქვეყნისთვის, რადგან ომის პარტიას ასე უნდა. The release of Mikhail Saakashvili on the legal grounds of the Georgian law. მიხეილ სააკაშვილი უნდა განთავისუფლდეს. ეს კანონის მოთხოვნაა, თანაც საქართველოს ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში დაეხმარებოდა. მოვუწოდებ ქართულ სასამართლოს გაუშვას სააკაშვილი.
ქვეყანას ტერიტორიები დააკარგვინა, ხალხი დახოცა, მაინც უდანაშაულოა. ბიძინა ივანიშვილი კი დამნაშავე, რადგან ქვეყანას ომი და უკრაინიზაცია არიდა. სუვერენულ მართვაზე გადაიყვანა და პირადი ქონება ხალხის სამსახურში ჩააყენა. შესაბამისად, ამერიკის სანქცია დაიმსახურა. პრინციპულად და თავდადებით ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით პირადად მე განვაგრძობ ბრძოლას საქართველოს ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად. პერსონალურმა სანქციამ ვერ გატეხა, მაშინ ოჯახიც უნდა დაასანქცირო და ასევე მისი პარტიის ყველა წევრი ოჯახიანად. მაინც არ შეირყა სისტემა. მაშინ კოლექტიური ნაცმოძრაობა იმ სტრუქტურას უნდა შეუსიო, რაც სიმყარის გარანტიაა, მაგალითად სასამართლოს. რეჟიმი ყველგან მიიღებს პროტესტს. განსაკუთრებით რეჟიმის მთავარი დასახდენი ბურჯი, კორუმპირებული მოსამართლეთა კლანი. პირდაპირ თუ ირიბად, ომის პარტიის ყველა დესტრუქცია ივანიშვილზეა მიმართული. ივანე ყიფიანიც ჩაქოლვის მთავარ სამიზნედ იმიტომ შეირჩა, რომ ის საჩხერის მოსამართლეა. სანქციები და ომის დამქაშთა ყეჟინა, მეხუთე კოლონის დესტრუქცია და ტალახის სროლა, ხოლო დასტორია, რომ ომის პარტიის მარწუხებიდან ქვეყნის დახსნის მისია წარმატებულია. ამასთანავე ქვეყნის გაძლიერებას ის ქველმოქმედებითაც განაგრძობს, ქართულ ფონდის მეშვეობით, რომელსაც ამ მიზნით მთელი თავისი ქონება გადასცა. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო გვერდში დავდგომოდით ქართულ სახელმწიფოს და დავხმარებოდით მას ამა თუ იმ ამოცანის გადაჭრაში. აქედან გამომდინარეობს ის მრავალფეროვანი საქმიანობის არეალი, რაც გააჩნია ფონდს. თითქმის არ დაჭრა საზოგადოებრივი ცხოვრების არც ერთი მიმართულება, სადაც ფონდს ესა თუ ის პროექტი არ ქონდეს განხორციელებული ბოლო 30 წლის განმავლობაში. საბედნიეროდ არც ჯანდაცვის სექტორი აღმოჩნდა გამონაკლისი ამ თვალსაზრისით სპორტთან, კულტურასთან, ისტორიას ბევრი სხვა მიმართულებით განხორციელებულ ძალიან დიდ ქველმოქმედებაში. საკმაოდ ისეთი არც თუ მოკრძალებული ადგილი უკავია რბილად რომ ვთქვათ, ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულ ქველმოქმედებას. ჯანდაცვის მიმართულება ფონდის პროექტებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შედეგად ათასობით სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. სისტემური მიდგომით არა მხოლოდ მსხვილი კლინიკები შეიქმნა, არამედ გადაუდებელი დახმარების ცენტრებიც, მათ შორის ნაცმოძრაობის პერიოდშიც, რადგან პოლიტიკური ქულების ჩაწერა ივანიშვილის მიზანი არასდროს ყოფილა. 2009-ში გაიხსნა სასწრაფო დახმარების ცენტრი ურეკში, რაც 2 მილიონამდე დაჯდა. 2012-ში დასრულდა ბორითის სასწრაფო დახმარების კლინიკა, რაც 2,5 მილიონამდე დაჯდა. დამატებით 6 მილიონამდე დაიხარჯა ორივე აღჭურვასა და ფუნქციონირებაზე. ჯამში 10 მილიონი დოლარი. მოვიდა ხარაგაულის რაიონის გამგებელი თორნიკე ავალიშვილი, რომელიც განათლებით არის ვაი ექიმი, გამოყარა იქედან მუშები და თვითონ რამოდენიმე ხნის შემდეგ შევიდა. ივანიშვილის ინვესტიციის მითვისება სააკაშვილის ოჯახმა მოისურვა. მათ სამედიცინო სფეროს არაერთი ობიექტი ჩაიგდეს ხელთ და დღემდე მათ საკუთრებაშია. ბორითში 6 მილიონი დოლარის ღირებულების ქართუს ამბულატორია სააკაშვილმა ჩარაზა და ხალხს არ უშვებდა. ჩემი ძმის უნდა გახდესო. ჯანდაცვის მინისტრი ქართულ ჯგუფის მიერ აშენებული და შემდეგ სახელმწიფოსათვის საჩუქრად გადაცემული ბორითის საავადმყოფო სადაზღვეო კომპანია ირაოსათვის გადაცემას აპირებს. ბატონმა ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ბორითის კლინიკა გადაეცემა სადაზღვეო კომპანია ირაოს და ამ კლინიკის პროფილს განსაზღვრავს ირაო. ჯანდაცვის მინისტრი მაშინ ზურა ჭიაბერაშვილი იყო. ირაოს მფლობელი კი პრეზიდენტ სააკაშვილის ძმა. კლინიკის გახსნამდე 2 დღით ადრე იქ ხარაგაულის გამგებელი მივიდა. ყველა გარეთ გამოყარა და შენობა ჩაკეტა. შემოვიდნენ შენობაში, რომ მემითხეს, რომ ეს მუშები გამოსულიყვნენ შენობიდან გარეთ. გასაღებები ყველაფერი აიღეს, დაგეტეს ის შენობა. დასრულებული ტექნიკურად აღჭურვილი თანამედროვე კლინიკა სააკაშვილს 6 თვეზე მეტხანს დაკეტილი ჰქონდა. ხალხს არ უშვებდა, თუმცა საბოლოოდ ვერც მისი ძმა შევიდა, რადგან ხალხმა ნაც რეჟიმი დაასრულა. ბატონო ბიძინა ივანიშვილმა ეს პროექტი განახორციელა იმ დროს, როდესაც ქვეყანაში პრაქტიკულად ჯანდაცვის სისტემა იყო მოშლილი და ის იყო ხელმიუწვდომელი პრაქტიკულად ყველა მოქალაქის დაცვის და
იმ რეგიონებში, სადაც ეს განახორციელა, იქ პრაქტიკულად ელემენტარული ამბულატორიული სერვისები კი არისო. ეს არის სასწრაფო დახმარების ცენტრები. მათი განლაგებაც ისე იყო შერჩეული, რომ ყოფილიყო მაგისტრალურ ტრასებთან ახლოს, ბორითის საერთოდ უღელტეხილზე მდებარეობს, რიგოთის უღელტეხილს გულისხმობ. შესაბამისად, მან და ამ ობიექტის არსებობამ სიცოცხლე გადაურჩინა ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც სხვანაირად რაღაცა უბედური შემთხვევაში ძალიან დაუგვიანდებოდა დახმარების მიღება. შეინახეთ ენერგია მაგარ ჯანზე ხარ საჭხელობა მაგრად ყველაფერი მაგრად იქნება. საკუთარ ფუძეს საჩხერეს ივანიშვილმა არაერთი პროექტი და პროგრამა მიუძღვნა. 40 მილიონი საჩხერელთა მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევას დაახარჯა. იმ პერიოდში ესეთი დამკვიდრებული მოსაზრება მოსირებდა, რომ შეუძლებელი არის სახელმწიფოს მხრიდან სოციალური ფუნქციის შესრულება და ადამიანისთვის ელემენტარული და არა მხოლოდ ელემენტარული ჯანდაცვის დაზღვევის სისტემის შექმნა. აღმოჩნდა, რომ ეს შესაძლებელია. ყველაფერი არის უფასო. ჭამაც, მას, მკურნალობას და რა ვიცი, თუ კი რამე არსებობს პაციენტისთვის. ალბათ საქართველოში კი არა, მსოფლიოში არ იქნება ასეთი რაღაცა. ექიმები ამ ყველაფერს უყურებდით როგორც გადარჩენის გზას იმ კონკრეტული რეგიონის მაგალითზე, იმიტომ რომ საჩხერის ყვიდრი ქვეყნის რომელ კლინიკაში წარმოხდებოდა, უკვე ავტომატურად ვიცოდით, რომ ის ანაზღაურდებოდა სრულად ერთი ადამიანის მიერ, რომელსაც მათი არ ვიცნობთ და მხოლოდ სახელი გვარი ვიცოდით. სპორტულ და საგანმანათლებლო სტრუქტურებთან ერთად კი საჩხერეში სუპერთანამედროვე სამედიცინო კომპლექსი ააშენა და აამუშავა, რაც ცალკე 45 მილიონი დაჯდა და უკვე 10 წელია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ბურჯია. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საავადმყოფო არა მარტო საჩხერეში, არამედ ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს. ეს არის კლინიკა, რომელიც ჭიათურელ მაღაროელებს უფასოდ მოემსახურება. საოპერაციოები აღჭურვილია სამედიცინო ტექნიკის ბოლო მიღწევებით. ტარდება გულის ურთულესი ოპერაციები. კარდიოლოგიური მიმართულებით ადგილობრივი ექიმების გუნდი გვყავს, მხოლოდ კარდიოქირურგები, მოწვეული სპეციალისტები გვყავს, რომლებიც ახორციელებენ ამ კარდიოქირურგიულ ოპერაციებს. საჩხერის კლინიკაში ყველა ის სამედიცინო სერვისია, რისთვისაც ადრე ხალხს ქუთაისში ან თბილისში უწევდა წასვლა და ზედმეტი ხარჯის გაწევა. პანდემიის პერიოდში საჩხერის კლინიკა ცხელების ცენტრად გადაკეთდა და კოვიდთან ბრძოლის ერთ-ერთი ფლაგმანი გახდა. დამატებით 31 მილიონი დოლარი ივანიშვილმა იმ პერიოდში პანდემიის ფონდს გადაურიცხა და ქვეყანა ვაქცინით უზრუნველყო, როცა წამყვან ევროპულ ქვეყნებსაც კი ვაქცინის დეფიციტი ჰქონდათ. კოვიდის ჟამს ყველაზე მძიმე როდესაც იყო მდგომარეობა საქართველოში ჯანდაცვის მიმართულებით, სწორედ პრაქტიკულად არც მახსენდება სხვა ადამიანი, რომელმაც საქველმოქმედო მოტივაციით და კონკრეტული ინვესტიციები განახორციელა. ინვესტიცია არა ეკონომიკური გაგებით, არამედ კონკრეტული ქველმოქმედება, იმიტომ რომ შემსუბუქებოდა მოსახლეობას ჯანდაცვის სექტორს საზოგადოდ უფრო გაძლიერებულიყო კონკრეტული მყისიერი საჭიროებები, რომ დაკმაყოფილებულიყო. საჩხერის საავადმყოფოში მაჩუქეს მეორე სიცოცხლე. 4-ჯერ გამიჩერდა გული და 4-ჯერ ექიმებმა გადამარჩინეს 100%-იან სიკვდილს შეიწყვიან რა. მედდები, აი როგორც არ ვიცი, დედებს, საკუთარ დედებს ისე დაფოფინებენ თავზე. სოფლიოში მართლაც თითებზე ჩამოსათვლელია კლინიკები, სადაც ის ტექნოლოგია აქვთ, რაც საჩხერეში რამდენიმე თვის წინ დაინერგა. ღეროვანი უჯრედების გამოყვანა და მეზენქიმიური მკურნალობა, მედიცინის ულტრათანამედროვე მიმართულება. მიედინებოდნენ სხვა ქვეყნებში სამკურნალოდ, ახლა ეს შესაძლებლობას ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას მსგავსი მომსახურებები მიიღონ ადგილზე, შესაძლებელია ჩვენს კლინიკაში, ან შესაძლებელია სხვა კლინიკაში, მათთვის სასურველ კლინიკაში ქვეყნის მასშტაბით წაიღონ ღეროვანი უჯრედები და ჩაიტარონ მკურნალობა.
ღეროვან უჯრედებს თვითაღდგენისა და გამრავლების უნიკალური უნარი აქვთ. საჩხერის ლაბორატორიაში მათ სხვადასხვა ოპერაციის დროს ამოჭრილი ქსოვილებიდან იღებენ და შემდეგ ამრავლებენ. რასაც ადრეს სამედიცინო ნარჩენი ეწოდებოდა, დღეს სიცოცხლის გადასარჩენად გამოიყენება. პროექტი ფონდმა ქართუმ $800,000-ით დააფინანსა. ოპერაციის დროს ეს მასალა როცა არსებობდა, ამას ჩვენ ვანადგურებდით. ამ შემთხვევაში უკვე ამ მასალის გამოყენება დავიწყეთ ღეროვანი უჯრედების გამრავლების მიზნით. უკვე ნარჩენი აღარ იქნება. ამ შემთხვევაში მოხდება მუცლის წინაკედლის ცხიმის აღება. პაციენტთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა. ჩვენი ლაბორატორია იქნება წყარო, რომლითაც არა მარტო ჩვენი კლინიკის და ჩვენი რაიონის მოსახლეობას, არამედ საქართველოში სხვა კლინიკებსაც შეგვიძლია მომსახუროთ. მეზენქიმიური ლაბორატორია ულტრათანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი. ღეროვანი უჯრედების გამოყვანა სტერილურ გარემოში ხდება და -200 გრადუსზე ინახება. ღეროვანი უჯრედების გადანერგვის გზით პაციენტებს დავეხმარებით რთული დიაგნოზის დამარცხებაში და მათ გადავარჩენთ. ამაზე ფიქრიც კი ამაღელვებელია. ჩვეულებრივად შესაძლებელია ჯანმრთელ ადამიანმაც გადაინერგოს და ეს გადანერგვა არის ტრანსფუზიით, ჩვეულებრივად ცენტრალური ვენის კათეტერით, გადასხმა ესე ჩვეულებრივი გადასხმა, რის საშუალებითაც მოხდება ეს უჯრედები ორგანიზმში და ძალიან ბევრი ისეთ საქმეს გააკეთებს, რასაც აკეთებდა თავის დროზე, როცა ადამიანი ახალგაზრდა იყო. ღეროვან უჯრედებს დაბერების პროცესის შეჩერებაც შეუძლია. ამიტომ ესთეტიკურ მედიცინაშიც გამოიყენება. ასეთი სინჯარა, რომელიც შიშცავსაც წარმოადგენს ღეროვანი უჯრედები, საქართველოში არსად არ არის, ინახება მხოლოდ ჩვენთან საჩხერის საავადმყოფოს უჯრედულ ლაბორატორიის კრიოსაცავში. რა თქმა უნდა, ეს არის არამც თუ უბრალოდ სასიხარულო ამბავი, არამედ ეს არის ქვეყნისთვის მისალოცი ამბავი. ამიტომ რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი გამარჯვება ჩვენი ქართული ჯანდაცვის სისტემისა და ვფიქრობ, რომ ეს შემდგომი გაღრმავება ამ მიმართულებით განვითარებისა იქნება საწინდარი შემდგომი ძალიან სერიოზული მიღწევებისა, რომლის ადგილი იქნება სწორედ საქართველო. და ესეც ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ღვაწლია, დიდი მეცენატის, რომელიც გლობალური ომის პარტიას სამიზნეში ერთადერთი მიზნით ყავს ამოღებული. დაიბრუნოს საქართველოზე სრული კონტროლი, რაც ნაცმოძრაობის პერიოდში ჰქონდა. ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ეს რეფორმები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დაიწყო საქართველოში. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ჩამოყალიბდა სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული უნივერსალური ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ყველა მოქალაქისთვის, სადაც ჩვენი მოქალაქეები, ასაკოვანი მოქალაქეები, ბავშვები განსაკუთრებით არიან დაცული. ეს იყო მოდელი საჩხერის საავადმყოფო, რომელმაც შემდგომში უკვე საფუძველი შექმნა, რომ ქვეყანაში გავითარებული კონტროლიანად მსგავსი მოდელი, რაც აბსოლუტურად აეყარა სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ამოქმედებას. ხარისხიანი საყოველთაო ჯანდაცვა სათანადო სამედიცინო სერვისს საჭიროებდა, რომლის უმთავრესი მიმწოდებელი რესპუბლიკური საავადმყოფო სავალალო მდგომარეობაში იყო და მისი აღდგენაც ივანიშვილის ფონდმა იკისრა. ყველაზე დიდი ობიექტი ჯანდაცვის საქართველოში მოგესალმებით რესპუბლიკური საავადმყოფოა და რა თქმა უნდა ფონდის ერთ-ერთი პირველი ყურადღების არეალში მოყვა ეს ობიექტი. ჩვენ საკმაოდ დიდი ინვესტიცია განვახორციელებთ წლების წინ. გაკეთდა გარკვეული ნაწილის რეაბილიტაცია, რესტავრაცია, ფონდმა შეიძინა აღჭურვილობა, ინვენტარი და ასე შემდეგ და მიეცა ამითი ამ დაწესებულებას შესაძლებლობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავისი ფუნქციები შესაბამის დონეზე შეესრულებინა. მომავლის იმედიც არ ჰქონდა და მომავლის გარეშე ძალიან ძნელია იმუშაო ისეთი ენთუზიაზმით, როგორც ექიმში იფერება. ნაილი ბაქრაძე რესპუბლიკურის გახსნის დღიდან, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იქ მუშაობს. კლინიკა მაშინ ერთდროულად 1200 პაციენტს მკურნალობდა, თუმცა ნაცმოძრაობის პერიოდისთვის სრულიად გაბარტახებული იყო. მხოლოდ ერთი ფლიგელი მუშაობდა და 80-მდე პაციენტს ძლივს ღაიტევდა. ისტორია თან მოყვება რესპუბლიკურ საავადმყოფოს და არ შეიძლება რომ ახალგაზრდობა, რომელიც შემოდის ამ კლინიკაში არ იყოს გამშვალული ამ ისტორიით, იმიტომ რომ წინაპართა პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შემდგომი ნაბიჯების სწორი გადადგა რა. მით უმეტეს, რომ კლინიკა სამედიცინო უნივერსიტეტის გვერდზეა
და ექიმთა მომავალი თაობისთვის ერთგვარი პოლიგონია. რესპუბლიკურის აღდგენა ფონდმა ქართუმ 2009 წელს დაიწყო. პირველ რიგში ფასადი და გადაუდებელი მედიცინის ფლიგელი აღდგა და აღიჭურვა, რაც 35 მილიონი დოლარი დაჯდა. აი ამ ახალი კორპუსის მშენებლობა, რომელიც მიშენდა რესპუბლიკურ საავადმყოფოს და იქ პრაქტიკულად გაიმართა ყველაზე თანამედროვე მეთოდოლოგიით გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ქალაქის ცენტრში. ესეც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო. წელს კიდევ 20 მილიონი დოლარის სამუშაოებია დაგეგმილი, რითაც რეაბილიტაცია დასრულდება და რესპუბლიკური საყოველთაო ჯანდაცვის უმთავრესი პროვაიდერი გახდება. დღემდე 11 მილიონამდე სამედიცინო შემთხვევა დააფინანსა სახელმწიფომ და აქ საუბარი არის მილიარდებზე, რომლის ინვესტირებაც მოხდა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. ისინი უბრალოდ ვერც კი შეძლებდნენ კორონავირუსის არაერთი მიმართულების დაფინანსებას, რომელიც 10,000-ობით დოლარს აღემატებოდა. ათასობით პაციენტს ფონდი ქართუ ინდივიდუალურადაც ეხმარება. ფიზიკურ პირთა სამედიცინო პროგრამით 46 მილიონი დოლარი უკვე დახარჯულია და ეს ციფრი ყოველდღიურად იზრდება. ამას ემატება უკვე ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, პროგრამული მიმართულებებით, მაგალითად მოვიყვანეთ ჰეპატიტის პროგრამას, რომელიც სწორედ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იქნა დაწყებული. მკურნალობის ერთი კურსის ღირებულება 100,000 დოლარს აღემატებოდა, არადა 200,000-ზე მეტი მოქალაქე იყო ინფიცირებული იმ პერიოდის კვლევებით საქართველოში. სამედიცინო სფეროში ფონდ ქართუს კიდევ ერთი თვალსაჩინო პროექტი, აბასთუმნის ფილტვის ცენტრი და თავად კურორტი აბასთუმანია. აცლეულების ოცნება ასრულდა და განახლდა აბასთუმნის ფილტვის ცენტრი, ახლა ესე ქვია დაწესებულებას. ეს არის არაჩვეულებრივი სარეაბილიტაციო ცენტრი ასწავლზე, რომელიც აშენდა ფონდ ქართუს მიერ, ბატონ ბიძინა ივანიშვილის უშუალო ძალისხმევითა და ინიციატივით. კლინიკის მშენებლობა ფონდ ქართუს 2,5 მილიონი დოლარი დაუჯდა და მან სრულიად ამორტიზებული 100 წლის წინათ რომანოვების მიერ აშენებული ტუბსანატორიუმი ჩაანაცვლა, სადაც ბოლოს 100-მდე პაციენტი იყო ჰოსპიტალიზებული და ტუბერკულოზზე მეტად შენობის ჩამონგრევის საფრთხე ემუქრებოდათ. როდის მოხდებოდა ამ ბეწვის გაწყვეტა, რაზეც თურმე ჩვენ არა მარტო პაციენტების, არამედ მთელი მომსახურე პერსონალის სიცხლე კიდევ ერთმა იცოდა რა, იმდენად ავარიული იყო ის არსებული ცენტრი, რაც ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან არსებობდა, სრულად ამორტიზირებული, საშინელ მდგომარეობაში იყო, ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში იყო, იმის აღდგენა ფიზიკურად შეუძლებელი იყო, საჭირო გახდა მისი სრული დემონტაჟი და ახალი ცენტრის აგება. ტუბ დისპანსერის 100-მდე ექიმმა პროფესიული გადამზადება გაიარა და დღეს ყველა ახალ კლინიკაში მუშაობს. დამატებით 300,000 დოლარი ფონდმა ქართუმ ამბულატორიისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მოსაწყობად დახარჯა. შედეგად დაბაში მცხოვრები ყოველი მესამე ადამიანი ამა თუ იმ ფორმით სამედიცინო სექტორშია დასაქმებული და ევროპული ხარისხის მომსახურებას უწევს პაციენტს. მართლა ძალიან ყურადღებიანი ექიმები არიან. აი ყოველდღიურად დილას, საღამოს, შუადღისას ყველა დიდი ყურადღებით ექცევა თვითეულ აქ მყოფ ადამიანს. არ მეგონა აქ თუ აღმოჩნდებოდია მე კაი პირობებში, იმიტომ რომ ნამდვილად კი ვიცოდი რომ ახალი გაკეთებული იყო, მაგრამ თუ მართლა ასეთი კეთილი მოსურნე და თბილი პერსონალი ასეთი საინტერესო და ლამაზად და სუფთად გაკეთებული ის ძალიან კარგი კვება, კარგი პირობები, კარგი ბუნება, კარგი ჰაერი და მეტი რავი. შემოდიხარ თუ არა იმ წუთში სისხლს გიღებენ, იმ წუთში რენტგენი, იმ წუთში ეგთან, იმ წუთში ექიმი, არ ვიცი, აბსოლუტურად თანამედროვე ტიპის აპარატურა არის, რომლითაც იკვლევენ თუ კი რამე ოდნავ გაქვს და შეგაწუხებს. ჩემთვის არ არის ცნობილი ანალოგიური, ასე ვთქვათ, მიმართულება თუ კი სადმე ტარდება. ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ნამდვილად უნიკალური პროგრამა, რომელიც ხორციელდება სწორედ აქ აბასთუმნის ფილტვის ცენტრში. აბასთუმნის მაგალითზე ივანიშვილი მომავლის ტურისტულ პროდუქტს ქმნის. 5 ვარსკვლავიან კურორტს, სადაც დასვენებასთან ერთად გაჯანსაღებაც იქნება შესაძლებელი. როგორც სასუნთქი გზების, ასევე მთლიანი ორგანიზმის, რადგანაც აღდგება აბასთუმნის გოგირდის ისტორიული აბანოები. მღვიმეებში კი პალეოთერაპიის სივრცეები მოეწყობა. ამ მოდელის გადაღება შემდეგ საქართველოს არაერთ რეგიონში იქნება შესაძლებელი.
ეს განსაკუთრებული ესეთ მეგა პროექტია, ასე შეგვიძლია ვთქვათ, დაკავშირებული აბასთუმნის განვითარებასთან და მნიშვნელოვანი კომპონენტიც, რა თქმა უნდა, იმ ტრადიციულ და ისტორიულად დამკვიდრებულ რეპუტაციასთან არის დაკავშირებული და შესაბამისად ამ მიმართულებითაც რელევანტური და შესაბამისი და ყველაზე მეტად შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქნა უზრუნველყოფილი იმ დასახლებისთვის, რომელსაც აბასთუმანი ქვია. აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოს, არა მარტო საქართველოს. აბასთუმანი დარწმუნებული ვარ, რომ გადაიქცევა ერთ-ერთ მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად და მნიშვნელოვან კურორტად და თვითონ ჩვენთაგან არა მარტო აქ ცხოვრებით, არამედ მთელი საქართველოსთვის ეს იქნება ძალიან განსაკუთრებული ადგილი. და მთლიანად საქართველო იქნება მსოფლიოში განსაკუთრებული ქვეყანა, რომელმაც 21 საუკუნეში გაიმეორა დავითის ბიბლიური შერკინება გოლიათთან, აბსოლუტურ ბოროტებასთან, Deep State-თან, რომელმაც LGBT დროშის ქვეშ არაერთი ერი დააჩოქა სამხრეთ ამერიკაშიც, აფრიკაშიც და აზიაშიც. საქართველო გამონაკლისი არაა, სადაც ბოროტების იმპერიის დასაყრდენი LGBT კომუნაა. გეები უდგანან სათავეში Deep State-ის იმპერიულ სქემებს სხვა ქვეყნებშიც. მთლიან ქვეყნებს აიძულებენ შეიცვალონ დამოკიდებულება სქესობრივი ქცევისა და სოციალური მორალისადმი. ეს სხვა არაფერია, თუ არა იდეოლოგიური კოლონიზაცია. არც თუ გასაკვირად, თეთრ სახლში დარჩენილ ბოლო დღეებში ბაიდენმა სწორედ ჯორჯ სოროსი დააჯილდოვა ღირსების ორდენით, რომელიც LGBT იდეოლოგიას ცეცხლითა და מחვილით ავრცელებს მსოფლიოში. სოროსის NGO-ები და მათი მედია ფეიქ ნიუსებით გვებრძვიან, ამერიკელი ხალხის ფულით გვებრძვიან. სალვადორს ისინი არ აურჩევია, თუმცა ამბიცია აქვთ მართონ ქვეყანა როგორც მოესურვებათ. ამიტომ სოროსს და მისი ხელიდან გამოკებულ NGO-ებს კედელს აუშენებთ. სალვადორი გამოფხიზლდა და აღარავის მოუდრეკს კეთს. ბუკელე მაგნიცკის სიაში თეთრმა სახლმა 2 წლის წინათ შეიყვანა. კორუმპირებულიაო, თუმცა ვერაფერი დააკლო. და ასევე ვერაფერს დააკლებს ივანიშვილს და ქართულ ოცნებასაც. ხოლო Deep State-ის არაკორუმპირებული მეგობრები, უგანდისა და ეკვატორული გვინეის დიქტატორები ბოლო თვეში ორივე პუტინს სტუმრობდა. ახალ მეგობარს ეძებენ, რადგან Deep State-ს დრო ეწურება. ნაცმოძრაობა კი ბაიდენს ალბათ საფლავში ჩახვება.